კონკურსანტები ტესტირებისთვის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა კი ახალი წლისთვის ემზადება. ქობულეთში, ხელვაჩაურში, ქედასა და ხულოში სადღესასწაულო ღონისძიებების ბიუჯეტი გაწერილია. მათგან საახალწლო მზადებისთვის ყველაზე მეტ თანხას ქობულეთის გამგეობა დახარჯავს. ახალი წლისთვის მზადება მუნიციპალიტეტებმა 29 დღით ადრე დაიწყეს. საახალწლო ღონისძიებებისთვის ყველაზე მეტი 20,000 ლარის დახარჯვას გეგმავს ქობულეთის გამგეობა. მთავარი ღონისძიება სადღესასწაულო კონცერტია, რომლის მონაწილეებსაც ორგანიზატორები სიურპრიზად ტოვებენ. კულტურული ღონისძიებები ქობულეთში 25 დეკემბერს დაიწყება და ძველით ახალ წლამდე გაგრძელდება. ბევრი რამ ახალი იქნება, ეს იქნება უფრო მასშტაბური, უფრო მრავალფეროვანი, უფრო ლამაზი. 31-ში ვაპირებთ მთავარი ღონისძიება გავმართოთ, ახალ წელს შევხვდეთ გარეთ ყველანი მთელი ქობულეთი. 4,300 ლარის ფარგლებში დაიდგმება საახალწლო ღონისძიებები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სადაც კულტურისა და სპორტის სფეროში ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოვება, ასევე საბავშვო ბაღებში და სასოფლო კლუბებში კონცერტები გაიმართება. ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, სოფელ თხილნარში განხორციელდება ახალი სპექტაკლი. ეს არის ციცინათელების სასახლეში, სადაც დასწრება იქნება უფასო და ასევე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი გეგმავს მუშაობის 2 წლის ანგარიშს. ახალი წლის მთავარი ატრიბუტის ახალი ხელოვნური ნაძვის ხის შეძენას ბიუჯეტის ეკონომიის ხარჯზე გეგმავს ქედის მუნიციპალიტეტი. უკვე გაწერილი 5,000 ლარი კულტურული ღონისძიებებისთვის დაიხარჯება. იგეგმება ასევე საჩუქრების გადაცემა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის. იგეგმება ტრადიციულად ნაძვის ხის მოწყობა, გაიმართება საახალწლო საკონცერტო ღონისძიებები, ასევე გეგმავთ ბაღებში დავარიგოთ საჩუქრები. ხულოს მუნიციპალიტეტში გასართობი სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7,290 ლარი გამოიყო. კონცერტებთან ერთად გაიმართება სპექტაკლების ჩვენებაც. 31 დეკემბერს ადგილობრივებისთვის გრანდიოზული კონცერტი დაბის სკვერში ჩატარდება. კულტურული ღონისძიებები გაიმართება კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით. აღიმართება ნაძვის ხე, რომელიც წინა საახალწლო განწყობილს შეუქმნის პატარებს. ახალი წლისთვის ემზადებიან შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც ბიუჯეტით გათვალისწინებული 5,400 ლარი რაიონში მოქმედი ანსამბლების კონცერტებისთვის და ნაძვის ხის მორთულობისთვის დაიხარჯება.